2024 წელი ღვინის კომპანიების უმრავლესობისთვის წარმატებული იყო. Წარმოებლების განმარტებით ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიტანეს და მნიშვნელოვანი მოგებაც ნახეს. ასევე თანამშრომლობა დაიწყეს ისეთ ბაზრებთან, რომლებთანაც აქამდე კონტაქტი არ ჰქონდათ. ღვინის ქარხნებში აცხადებენ, რომ ექსპორტის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და რთველის წარმატებით ჩატარების წინაპირობა არის. მეღვინეობა შრომის ერთ-ერთი უპირველესი მიზანი სხვა დიდ მიზნებთან ერთად არის ის, რომ მოახდინოს ბაზრების დივერსიფიკაცია და ყოველწლიურად კომპანიის მიერ ხდება ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენ წარმატებით მუშაობთ იმ ბაზრებზე, რომ სადაც წლების განმავლობაში ვარ წარმოდგენილი, მაგრამ გასულ წელს რამდენიმე ახალი ესეთი ეგზოტიკური ბაზარი იქნა ათვისებული, სადაც ქართული ღვინის გაყიდვები მაინც და მაინც დიდად არ არის, ესა ბრაზილია, ესპანეთი, ტაჯიკეთი და რამდენიმე კიდე სხვა ქვეყანაში მიდის აქტიური მუშაობა, რომ მოვახდინოთ მეღვინეობა შრომის ღვინოების ექსპორტი. გასული წელი წარმატებული იყო კომპანიისთვის, გარდა იმისა, რომ როგორც აღვნიშნე, ახალი ბაზრები იქნა ათვისებული, წარმატების მომტანი იყო ლაიფსტაილის ებორცის მიერ მეღვინეობა შრომის დასახელება 100 საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური წარმოებლების შორის. ასევე ჩვენი ღვინო სალომეებს მსოფლიო სომელიების მიერ დასახელდა საუკეთესო ღვინოდ. ქართული ღვინის ინტერესი საერთაშორისო ბაზარზე ჩვენ კომპანიასთან დამოკიდებულებაში რასაც ვგრძნობ, იზრდება, მოზარდია, სადაც ბაზრებზე ვართ, იქ მეტნაკლებად იზრდება სხვადასხვა მიმართულებით. ვღებულობთ მონაწილეობას კონკურსებში, ვღებულობთ მონაწილეობას პრეზენტაციებს ვაკეთებთ გამოფენებზე. სადაც კონკურსებია, საკმაოდ ბევრი მედლებს ვიღებთ ხოლმე და ეს ნელ-ნელა ყველაფერი ქართული ღვინის ცნობადობას მატებს. რაც გინდა კარგი ღვინო აწარმოო და არავის არ შესთავაზე და არ გაიტანე და არ გააცანი და ძალიან ბევრჯერ არ გააცანი, გაყიდვები არ იქნება ისე რა შესაბამისი რა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკურსებზე და გამოფენებზე მონაწილეობის